It is an art, choosing gladiators. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ რიდლი სკოტის ახალ ფილმს გლადიატორ 2-ს, რომელიც ჩემთვის სხვა არაფერია თუ არა მისი წინამორბედის ლეგენდარული გლადიატორის გადამღერება და სიკველი, რომლის საჭიროებაც რეალურად არ არსებობდა. თუ არ ჩავთვლით კინოსტუდიისთვის ფულის საჭიროებას. Money, I want more money. გლადიატორის პირველი ნაწილი ბევრისთვის ძალიან საყვარელი ფილმია და სამართლიანადაც. თუმცა მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ამ ფილმზე გაიზარდა. შესაბამისად, მის მიმართ ნოსტალგიურადაც არ ვარ განწყობილი და შეიძლება ითქვას, რომ შედარებით მიუკერძოებელი ვიყავი, როდესაც ამ წლის დასაწყისში თავიდან ბოლომდე პირველად ვუყურე ამ ფილმს და მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა, არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული ვნახე. რეტროსპექტივაში ალბათ იმ დროისთვის შედევრი იყო, მაგრამ ამ დროისთვის იმდენი კარგი ფილმია ამ ისტორიული ეპიკის ჟანრში, რომ გლადიატორი იმდენად განსაკუთრებულად აღარ მეჩვენება. გულსფრთხილად რომ გითხრათ, რიდლი სკოტის შემოქმედებიდან ბევრად უფრო მეტად მომეწონა უკანასკნელი დუელი, რომელიც ვთვლი, რომ უფრო მეტ გამოხმაურებას იმსახურებდა, ვიდრე გასულ წელს ნაპოლეონი, ფილმი, რომლის განხილვაც ჩემს ჩენელს ყველაზე მეტჯერ ნახოთ ვიდეოდ რჩება, ან ვიდრე გლადიატორის ეს მეორე ნაწილი, რომელზეც კარგის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ფილმი ცოტათი უფრო მეტად მომეწონა ვიდრე ნაპოლეონი. რიდლი სკოტის ამ ბოლო ორმა ფილმმა საერთოდ იმაზეც კი დამაფიქრა, რომ რით დაიმსახურა ამ რეჟისორმა ასეთი დიდება. ალბათ ისევ გლადიატორის პირველი ნაწილით, რომელზეც როგორც უკვე გითხარით, დიდად არ გადავირიე და რომლის ასეთი პოპულარობაც დიდწილად ჰანს ზიმერის გენიალური საუნდტრეკების დამსახურება მიმაჩნია. და ალბათ კიდევ ერთი რამ, რაც მის შემოქმედებას გამოარჩევს, არის ის, რომ ვიზუალურად მას შეუძლია ძალიან შთამბეჭდავი და ეპიკური ფილმების შექმნა. კარგი ექშენებით, როგორიც უდიც არ უნდა იყოს ისტორია. და ზუსტად ასეთი იყო გლადიატორის მეორე ნაწილიც. ვიზუალურად სასიამოვნოსაყურებელი იყო, მაგრამ შინაარსობრივად დაცლილი. გარეგნულ ნაწილშიც თვითონ რომის დიდებული ხედები და ამხრივ production design კარგი იყო, მაგრამ CGI-ს რაც შეეხება, ამაზე უფრო double budget-იან დიუნის მეორე ნაწილშიც კი ბევრად უკეთესი CGI ვნახეთ ვიდრე აქ. და ყველაზე დიდი მუდკილერი, რომელმაც საერთოდ მომწყვიტა ამ ფილმს, დამაფიქრებინა, რომ გონი მულტფილმს ვუყურებთქო, იყო ის არენაზე გამოყვანილი ცხოველები, აბსოლუტურად არარეალური შესახედაობის ველური მაიმუნები და ზვიგენები ხალხო. კოლიზეუმში წყალი ჩაასხეს, სადაც ზვიგენები და გემები დაცურავდნენ. Like what? ფილმი გვიყვება ისტორიას გლადიატორის პირველ ნაწილში მომხდარი მოვლენებიდან და იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მკვლელობიდან 16 წლის გასვლის შემდგომ, როდესაც რომს სათავეში უდგას ორი არაღირსეული იმპერატორი გეტა და კარაკალა. ხოლო მარკუს ავრელიუსის ოცნება დიდებული რომის რესპუბლიკის შექმნაზე ჯერ კიდევ აუხდენელ ოცნებად რჩება. მაგრამ ფილმის მთავარი პერსონაჟი ლუციუსი ამ ოცნებას ფილმის ბოლოში რეალობად აქცევს. ფილმიდან ირკვევა, რომ ლუციუსი გახლავთ პირველი ფილმის მთავარი პერსონაჟის მაქსიმუსის ვაჟი, რომელიც დედამისმა ლუსილამ მაქსიმუსის სიკვდილის შემდგომ მისივე უსაფრთხოებისთვის რომს გააშორა და შორეულ ჩრდილოეთ აფრიკის მიწებზე გადახიზნა. დედისგან მიტოვებული ლუციუსი მალე დედასაც შეიძულებს და რომსაც. რომის სიძულვილი კი კიდევ უფრო გაუმძაფრდება მას შემდეგ, რაც რომაელები ჩრდილოეთ აფრიკაში მის ქალაქზე თავდასხმისას მის მშვილდოსან ცოლს მოკლავენ. თანაც ამას აკეთებენ ლუციუსის ნახევარმამის, ანუ დედამისის ამჟამინდელი მეუღლის გენერალ აკაციუსის ბრძანებით. ამგვარად ამ წუთიდან მოყოლებული აკაციუსზე და ზოგადად რომაელებზე შურისძიება იქცევა ლუციუსის მთავარ მიზნად. რის მიღწევაშიც ეხმარება ის, რომ მისი ქალაქის დაპყრობის შემდგომ მონათქცეული ლუციუსი დენზელ ვაშინგტონის პერსონაჟმა გლადიატორად აქცია და შეჰპირდა, რომ თუ რომში კოლიზეუმის არენაზე კარგად იასპარეზებდა, ერთხელაც ოპონენტად წინ გენერალს დაუყენებდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ენით აუწერელი სიძულვილით და შურისძიების სურვილით შეპყრობილი ლუციუსი ფილმის განმავლობაში ისე მოხდება, რომ დედასაც აპატიებს, გენერალსაც და რომსაც, ხოლო შურისძიების ნაცვლად მისი მთავარი მიზანი გახდება მისი ბაბუის, მარკუს ავრელიუსის ოცნების ახდენა რომის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, რომელსაც ბოლოში მიაღწევს კიდეც. ჩემი მთავარი პრობლემა ამ ფილმის მიმართ სწორად ეს არის, რომ მართალია მოვლენების ასეთი განვითარება სწორად მიმაჩნია და ლუციუსის პერსონაჟის ასეთი ცვლილებაც რომის სიძულვილიდან მის სიყვარულამდე ასევე ლოგიკურად მიმაჩნია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება. ანუ მგონია რომ ასეთი ძლიერი შიფტისთვის ასეთივე ძლიერი საფუძველი უნდა ჰქონოდა ლუციუს და რომ მხოლოდ მისი ბაბუის ბეჭდის ნახვა და მამამისის აბჯრის მორგება არ იყო საკმარისი იმისთვის რომ მის мотиваციაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხდარიყო ასე თვალის ერთ დახამხამებაში. ალბათ ამ ხრივ ნარატივს უფრო მოუხდებოდა და გაამყარებდა ის რომ ლუციუსის წარმომავლობის შესახებ არა ფილმის ბოლოში, არამედ თავშივე გაგვეგო. ეს ინფორმაცია რომ თავიდან მქონოდა, ალბათ ლუციუსის პერსონაჟს უფრო გავუგებდით და უფრო მეტადაც მოგულშემატკივრებდით. თუმცა ასე არ მოხდა და შესაბამისად ვერ იგებ ლუციუსის мотиваცია ასე მარტივად რატომ იცვლება. ასევე კიდევ ერთი პრობლემა რაც მაქვს ამ ფილმთან არის ის რომ
ასეთი მომენტები, მაგალითად იმის გაგება, რომ ლუციუსი მაქსიმუსის შვილი იყო, ფილმში საკმარისად კულმინაციური არ არის. არც ვიზუალურად კამერის მოძრაობით და არც მუსიკალურად ხელი არ ეწყობა იმას, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში მაყურებელს დიდი ემოცია გაუჩნდეს. ძალიან დააკლდა ამ ფილმს ჰანს ზიმერის მუსიკა. რაც კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ გლადიატორის პირველი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი ღირსება მგონია. ამგვარად, ფილმში დამაკლდა ეს ძლიერი ემოციური ასპექტი და უფრო სწორხაზოვანი, უფრო ლოგიკური და უფრო ორგანიზებული სცენარი, სადაც უკეთესადაა ახსნილი პერსონაჟების мотиваცია. ასევე ძალიან არასერიოზული და ქარაფშუტული იყო ძმები იმპერატორების შესრულება. მე პირადად არ მიჩენდნენ იმის განცდას, რომ საკმარისად სასტიკი ვილანები იყვნენ და მართალია, რომ ნამდვილი ვილანი სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდება ბოლოსკენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამ ორ იმპერატორსაც მოეტანათ ერთგვარი დაძაბულობის განცდა. განსაკუთრებით შემაწუხებელი და გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის ის სცენები, სადაც ვხედავდით იმპერატორ კარაკალას როგორ დახტოდა და ხვინებდა და რა ვიცი, რაღაცნაირად ქარაფშუტულად იქცეოდა. არანაირი დამაჯერებლობა არ მოჰქონდა ასეთ შესრულებას, პირიქით მაღიზიანებდა. რაც შეეხება ფილმის მთავარ ვილანს, დენზელ ვაშინგტონის პერსონაჟი ალბათ ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი იყო ამ ფილმში, თუმცა არა იმდენად ამ პერსონაჟის ისტორიის გამო, რამდენადაც უფრო დენზელის შესრულების გამო. ის ძალიან თავდაჯერებულია ამ როლში და მაყურებელს იყოლიებს, ართობს და მაყურებლის ემოციურ მდგომარეობაზე უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ პერსონაჟს. თუმცა მის პერსონაჟთანაც მაქვს პრობლემა. კერძოდ ის, რომ ბევრ რამეში უბრალოდ გაუმართლა და რიგი შემთხვევითობების წყალობით აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა ბოლოში. და არა იმის გამო, რომ გამჭრიახი სტრატეგოსი იყო, რომელმაც შეძლო რაღაც მაქინაციებით თავისი მიზნის მიღწევა. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ თავისი დანაპირების შესრულება, რომ ლუციუსი გენერალთან შეეხვედრებინა, მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გაუმართლა და ისე აეწყო მოვლენები, რომ თავისთავად მოხდა ასე და არა იმიტომ, რომ ამის განსახორციელებლად რაიმე გეგმა ჰქონდა. მისი ერთადერთი გეგმა იყო ის, რომ იმპერატორი ძმები ერთმანეთზე გადაეკიდებინა და მკვლელობებით გაეკვალა გზა თავისი დიდებისთვის. მკვლელობები კი ყველაზე მარტივი სტრატეგიაა, რაც კი ვილანს შეიძლება ჰქონდეს და არანაირად არ მიუთითებდა მის გამჭრიახობაზე. ბოლოს კი მასსა და ლუციუსს შორის გამართული ბრძოლით რომ წყდება ყველაფერი, ესეც მისი როგორც ვილანის სისუსტეზე მიუთითებს, რადგან მეტი გზა აღარ დაიტოვა, რომ ისევ ხმალ ჩართული ბრძოლით გადაეწყვიტა ყველაფერი. რომელ ბრძოლაშიც რა თქმა უნდა თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისთვის, რადგან მასზე ბევრად უფრო ახალგაზრდა და პრინციპში რომის საუკეთესო გლადიატორს ებრძოდა. რაც შეეხება პოლ მესკალის მთავარ როლში ყოფნას, ვფიქრობ, რომ რისი საშუალებაც მიეცა, იმის ფარგლებში თავი კარგად გაართვა ამ როლს. ალბათ მეც იზამდა უფრო მეტის საშუალება რომ მისცემოდა, მაგრამ რასელ კროუსავით აიკონიკ სახე ვერ შექმნა. პედრო პასკალზეც იმავეს თქმა შემიძლია, დიდი წონა არც ამ პერსონაჟს არ ჰქონია, მაგრამ მეტი რა ექნა, რაც ევალებოდა ის კარგად გააკეთა და ზოგად კომენტარს გავაკეთებ, რომ ამ კაცს ძალიან უხდება ასეთი კარგი, პატიოსანი და რაღაცნაირი ბუნჩულა პერსონაჟის როლები. მოკლედ, გლადიატორის მეორე ნაწილით დიდად მოხიბლული არ დავრჩი, მისი მთავარი ღირსება მგონია უბრალოდ ის, რომ მისი ლეგენდარული წინამორბედის ნოსტალგიებზე თამაშობს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გამოაცალო, ისეთი საინტერესო პრინციპში აღარაფერი არ რჩება ამ ფილმში. ჩემი მხრიდან სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა თუ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, შეგიძლიათ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები, თუ ახალი ხართ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი ან დატოვოთ მოწონება, ამით ხელს შეუწყობთ არხის განვითარებას. მე კი დროებით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.